გამარჯობათ. ჩემს ცხოვრებაში ერთხელაც დადგა დღე, როცა 40 თარო წიგნები გადავყარე, პატარა ფურგონი მანქანა მივაყენე სახლს, გამომქონდა წიგნები, პირდაპირ მანქანაში ვყრიდი, ყუთებშიც არ ჩამიწყია და მოვაშორე ეს აბსურდები ჩემი სახლიდან, ჩემი გონებიდან, ჩემი ცხოვრებიდან. ლოცვამ და მარხვამ, ქრისტიანულმა ცხოვრებამ, წმიდათა შრომების გააზრებამ დამანახა, რომ ის, რაც ჩვენ ოჯახებში ინახება ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ეს არის კარგად შეფუთული, ლამაზად გაფორმებული საინფორმაციო ნაგავი, რომელსაც არანაირი, არც ამქვეყნიური და არც იმქვეყნიური ღირებულება არ გააჩნია და შექმნილია მხოლოდ ერთი მიზნისათვის, რომ ადამიანის გონებაში აღარ იყოს ადგილი სიმართლისთვის. ეშმაკი არის სიცრუის მამა, სიცრუის მშობელი, გამომგონებელი. იყო დრო, როცა სამყაროში სიცრუე არ არსებობდა. ჩვენ ასეთი სამყარო არ გვინახია, არ მოსწრები ვართ, ამიტომ გგონია, რომ ის, რასაც ვხედავთ, ეს არის ნორმა. ცრუ აზრები, ეს არ არის სათამაშო თემა. ცრუ შეხედულებები, ცრუ წარმოდგენები, ეს არ არის გასართობი. ეს არის ეშმაკის ძაფები, რომლითაც დაბმულია ადამიანი ამ ქვეყანაზე და თუ ეს ძაფები დროზე არ მოიშორა, ეს ძაფები იმ ქვეყანაზე გადაიქცევა ჯაჭვებად, რისგანაც უკვე ვეღარ განთავისუფლდება. ქრისტიანები, მართლმადიდებელი ქრისტიანები ძალიან არასერიოზულად ეკიდებიან თავისი აზრობრივი სისუფთავის საქმეს. აღსარებელი, მაზიარებელი, მართლმადიდებელი ქრისტიანები სახლში ინახავენ ხოლმე, მაგალითად, დრაკონის ქანდაკებას. რო ვეკითხები, ეს რა არის? მეუბნევიან, დრაკონის წელი მოდის და ესე იგი ფულს იშოვიან ამით. ინახავენ ხოლმე სხვადასხვა რელიგიის გამოსახულებებს. მაგალითად, ბუდას ქანდაკება, რომ შვიდად იყოს. ეგვიპტიდან ჩამოტანილი წარმართული ღვთაებების გამოსახულებები, ეს გონიათ ხოლმე რაღაც კულტურის ძეგლი. ვიღაცას ჯერა, რომ თუ ძაღლი, კარგი ძაღლი იყო, რომ მოკვდება 64-ში მოხვდება. ენით უთქმელ სისულელეებამდე მიდიან ხოლმე აღსარებელი, მაზიარებელი ქრისტიანები. მერე უკვირთ, რომ წლების მანძილზე სულიერად ვერ იზრდებიან, ინტელექტუალურად ვერ მტკიცდებიან და ალბათ ეს ესე უნდა იყოსო, ასე ფიქრობენ ხოლმე. სიტყვით აღიარებენ ხოლმე ღმერთს, მაგრამ თავისი გონებით არ ემორჩილებიან. ღმერთმა კითხვა, რომ ესეო, მაგრამ მათ სწამთ ხოლმე, რომ ისეა. წმინდანებმა თქვეს, რომ ასეა, მათ ჯერათ ხოლმე, რომ ისეა. და ეს არ გრძელდება ხოლმე 1 და 2 კვირა. ეს არის ხოლმე ცხოვრების საქმე. 60, 70, 90 წელი. ღმერთი ამ ქვეყნადაც ღმერთია და იმ ქვეყნათაც. ეს არის პირობითი გაყოფა. სინამდვილეში სამყარო ერთიანია. თუ მე ღვთისთვის სათნო ვარ, თუ მის მოსაწონ საქმეებს ვაკეთებ, რატომ ვარ უმადლოდ, რატომ ვერ ვიზრდები აზრობრივად, მუდმივად ერთ წრეზე რატომ დავდივარ? ესე იგი, მე სულში მაქვს რაღაც, რასაც მე ვერ ხედავ, რაც მგონია, რომ პრობლემა არ არის, მაგრამ რაც სინამდვილეში პრობლემაა, რასაც ხედავს ღმერთი და ამის გამო მე არ მეძლევა მადლი. ღვთის საწინააღმდეგო აზრების ტარება, ეს არ არის თამაში. ეს არის ეშმაკის მხარეზე გადასვლა, ეშმაკს მიმსგავსება, ეშმაკის გვერდით დგომა. და ეს შეშლილი აზრები მათ აქვთ ასეთი თვისება,
რომ ეს არ არის უბრალოდ აზრი. თითო ცრუ აზრის უკან დგას მინიმუმ ერთი ეშმაკი, ერთი უხილავი პიროვნება, რომელიც თავის დროზე მერე თავს წამოღობს. სულიერი განწმენდის პროცესი ძალიან გავს სახლის დალაგებას. დაუშვათ, თქვენ მემკვიდრეობით დაგჭათ, ან იყიდეთ მიწის ნაკვეთი და სახლი. და ეს მიწის ნაკვეთი სავსეა სამშენებლო ნაგვით. სახლი სავსეა ნაგვით. ხომ დაიწყებთ დალაგებას. თავიდან უნდა გადაყაროთ დიდი ზომის, რაც არ გჭირდებათ. ლოდები, ბეტონის ნამტვრევები, შემდეგ პატარა ზომისები, შემდეგ კიდევ უფრო პატარა, შემდეგ უნდა დაგავოთ სახლი, შემდეგ მტვერსასრუტის დრო მოდის, შემდეგ სველი ტილო, შემდეგ შეიძლება საკმეველიც აკმეოთ. რაღაც ასე ადამიანი უნდა დღე და ღამე შრომობდეს თავისი სულის განწმენდაზე. ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი შეხედულება, რაზეც უფალმა გამოაცხადა, რომ ეს არის სისულელე, ეს არის აბსურდი, ეს არის რაღაცა კაუჭი, ეშმაკისა, რომ თქვენ მოგინადიროთ და გეუბნევათ, რომ ეს არის შეშლილობა და გადაყარე. ნუ გენანებათ ხოლმე, გადაყარეთ ხოლმე. უამრავი აღსარებელი მართლმადიდებელი ქრისტიანი მაგალითად პატარა ცოდვად მიიჩნევს საათობით უშინაარსო ლაპარაკს და გონია, რომ ამით არაფერს არ აშავებს. გონება თუ არ დაემორჩილა ღმერთს, ცხოვრება ღმერთს ვერ დაემორჩილება. ვისწავლოთ სახარება, ვერ წმუნოთ სახარებას. ამით დაედება საფუძველი ჩვენ სულიერ განწმენდას, ამითი განთავისუფლდებით ცრუ აზრებისგან, ცრუ აზრებისგან განთავისუფლება, ეს არის ეშმაკისგან განთავისუფლება. მერთო გაგახაროთ.